პატიმრობაში მყოფმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა. ამის შესახებ ის გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. მისი თქმით, ამით გამოხატავს სოლიდარობას მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ, რომლებმაც თეატრი მას შემდეგ დატოვეს, რაც შენობის ფასადიდან ჭიჭინაძის ბანერით ჩამოხსნეს. როგორც მსახიობი წერს, ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. მე ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს. ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი. ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით მეგობრებო. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყველასთვის. თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია. 21 თებერვალს მსახიობთა ჯგუფმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, ნანკა კალატოზიშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, დავით ბეშიტაიშვილმა, ტასო ჭანტურიამ, მანუ თავაძემ, ლუკა და ირაკლი ჯაფარიძეებმა თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს. მათი ეს გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება, რომელზეც ეწერა თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ეს ბანერი შენობაზე ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ განათავსეს და ის იქ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეკიდა. პროცესები 19 თებერვალს დაიწყო, როდესაც ბანერი პირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს. არხის ვერსიით მათ მუსიკალური პროექტისთვის თეატრის სივრცე იქირავეს და ფასადზე საკუთარი სარეკლამო მასალის განთავსებას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს მსახიობებმა ბანერის დაბრუნება შეძლეს, 20 თებერვალს ის მაინც ჩამოხსნეს, რასაც 21 თებერვალს დასის ნაწილის მხრიდან თეატრის დატოვება მოჰყვა.